პროექტი ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე სტუდენტები, 4 უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის თეორიულ ნაწილს, თეორიულ ცოდნას მიიღებენ. თითოეულ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება 4-კაციანი გუნდი, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან საქართველოს მასშტაბით მოქმედ რამოდენიმე სოციალურ საწარმოს. ამის შემდეგ უკვე თითოეული გუნდი მიიღებს დავალებას, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთი სოციალური საწარმოს პრობლემის გადაჭრას და სწორედ ამ დავალების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული შიდა საუნივერსიტეტო კონკურსში გამარჯვებული გუნდის გამოვლენა. შეეხება ჩაის, ეს ჩაი არის კონვერსიაზე, წელს მიიღებს უკვე სერტიფიკატს, ანუ ის 3 ფერის წელიწადი გაიარეთ და ჯამთელი პროდუქტი არის ეს უკვე მწვანე და შავი ჩაი. დღეს პირველი დღეა, როდესაც ასე ვთქვათ, აქტიურად დავიწყეთ ბასტური, პირველად გავედით ადგილებზე სოციალურ საწარმოებში. ეს პირველი სოციალური საწარმოა ბიოველი, რომელიც ეკუთვნის ასოციაცია ელკანას. ამ საქმიანობაში ელკანა არის სრულიად საქართველოს მასშტაბით პირველი. ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს მოვიდნენ, ალბათ დაინტერესდებიან და მომავლისთვის ისინი უფრო საფუძვლიანად შეიცვლიან, როგორ შეიძლება ამ სოციალური საწარმოების ამოქმედება და განვითარება. შეგირხვა მაგზე ბიოყავა რას ნიშნავს და სადავრი თუ შეიძლება რომ ამიხსნან. ანუ ნიადაგიდან დაკრეფამდე ყოველგვარი ტექნოლოგია დაცულია, ქიმიკატების და სინთეზური ნივთიერებების გარეშე არის მოპოვებული და დამუშავებული. ამ პროექტის მიზანია სტუდენტები ჩავთოთ სოციალური მეწარმეობის განვითარების საქმეში, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი კრეატიულობა, მათი ნიჭი, მათი ტალანტი, მათი სითამამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ბიზნესისთვის და მათ შორის სოციალური ბიზნესისთვისაც. აღნიშნული პროექტი ხორციელდება რამოდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით, ესენი გახლავთ ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ლეონარდო და ვინჩის თხოვეს თურქეთის სულთანმა, რომ გაეკეთებინა ბოსფორის ყურეზე ხიდის კონსტრუქცია, რომელიც მან შექმნა ყოველგვარი საყრდენების გარეშე. და აი ესეთი ნახაზი, რომელიც არის შემორჩენილი დღეს, ჩვენ ვცადეთ მისი რეალიზება, რომ ბავშვებმა შეძლონ წონასწორობის და კოორდინაციის დაჭერა. ამას არ ჭირდება არც ლუქსმები, არც წერბო, არც არანაირი სამაგრი, აი ესეთნაირად ახლა ვაგრძელებთ და ნახეთ რა გამოგვივა. შეგიძლიათ თქვენც ვცადოთ. პრობლემა სადღეისოდ არის ის, რომ გაყიდვები გვიჭირს. მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების რაოდენობა სასრულია, არ ვიცით, ეს ნიშა რომ ამოიწურება, როგორ გადავიდეთ სხვა ნიშებზე. ამოცანას ვაძლევთ, რომ მოიძებნოს სხვა სეგმენტები ბაზარზე და დაისახოს სტრატეგია, როგორ ავითვისოთ ეს სეგმენტები. ჩვენ გვაქვს დრო 9 მარტამდე კონსულტაციის დრო არის 9 მარტი, შეგვიძლია რაღაც კითხვები დავსვათ, 14 მარტს უკვე ჩვენ უნდა ჩავაბაროთ სრული პროექტი ყველანაირი გეგმის გათვალისწინებით. ვაკეთებ სულ რაღაც 1 წელი არის. ძალიან მინდოდა რომ ინახარი მესწავლა, ჩემი იდეა იყო ირნადეიდას თხოვე რომ იქნებ როგორმე უმელები შევიძინოთ თქო და ვისწავლოთ თქო და მართლაც აგვისრულეს ეს ოცნება. მოგვიტანეს უმელები საჩუქრად და გაცივდება კი და მე წავუსმევ წებას და დავადებ ტიხრებს. მე ისევ შევიდა კი. ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციისთვის და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისთვის ზოგადად სოციალური მეწარმეობის განვითარება, რადგან ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ თავისი მიზნობრივი ჯგუფის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სოციალური პროგრამების მრავალფეროვნების განვითარებას, ასევე თავად ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნებას.
ეს არის დღევანდელი დღისთვის ბოლო მეოთხე საწარმო. ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც ამზადებს ეტლებს და როგორც ხედავთ, თვითონ ამ საწარმოს მენეჯმენტიც და დასაქმებულთა უმრავლესობაც ეტლით მოსარგებლე არის, ანუ ამ ადამიანებისთვის პირველ რიგში ყველაზე მათთვის კარგად არის ნაცნობი ეს პრობლემა და ამ ადამიანებმა ითავეს, რომ ამ პრობლემას მოუარონ თვითონ. ახალგაზრდები ადრეულ ასაკში იწყებენ გაცნობას ისეთ პრობლემებთან, როგორიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააჩნიათ, მომავალში თავის ცხოვრებაში გაითვალისწინებენ და მათ საქმიანობასაც გარკვეული ხელშეწყობა ექნება ამ ხალხის გამოცდილების გაზიარება. იმყოფებით ორგანიზაციაში, რომლის სახელია სიღნაღის რეგიონის სოციალურ-თუმწეოთა თერაპიის კავშირი და აი ამ კავშირის სტრუქტურული ერთეული თემი ქედელი, რომელიც დაარსდა 11 წლის წინ. ორგანიზაციის დაარსების ძირითადი მიზანი არის და იყო ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის საცხოვრებელი ერთობის შექმნა. უმეტესი ადამიანებისა, ადამიანები დასაქმებულები არიან შრომით თერაპიულ სახელოსნოებში. გვაქვს ასევე სიღნაღში, ცოტა მოშორებით ჩვენი ერთობიდან კაფე ქედელი, რომელიც არის სულ ახლახანს გახსნილი. ჩვენ კაფეში დასაქმებულნი არიან შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ჩვენი სპეციფიკაც ამაში მდგომარეობს და ჩვენი უნიკალურობაც. ჩვენი კაფე არის ერთადერთი პირველი მათ შორის, რომელმაც დაიწყო ასეთი პროექტის რეალიზება. არ ვაკეთებთ არანაირ მწვავს თუ ხინკალს თუ აი რაც რესტორანში, ნებისმიერ რესტორანში შეგვიძლია შეხვიდეთ და შევუყვეტოთ. ჩვენი სპეციფიკა არის ყავა, ჩაი და ნამსხვრევი. ეს არის მოკლე ამოცანა, ვინ იქნება ჩვენი მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ვის უნდა ეს პროდუქცია, რასაც ჩვენ თავაზობთ. ჩვენ მივეცით სტუდენტებს დავალება, მოეხდინათ ჩვენი კაფის მომხმარებლის სეგმენტება დაყოფა და შემდეგ ჩვენ გვეგმავთ ამ სეგმენტებზე უშუალოდ გათვლას, რა პროდუქცია შევთავაზოთ, როგორ დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი მუშაობა, რომ უკეთესი შედეგი და უკეთესი შემოსავალი მივიღოთ. აქ აღნიშნულია, რომ მქონდათ გარკვეული თანამშრომლობა ტურისტულ კომპანიებთან და ანუ ეს რა კუთხით იყო? თქვენ ეხაც აგრძელებთ თუ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა და გვინდა რომ გავაგრძელოთ, სეგმენტი ამოწურული არ არის და ჩვენ პრინციპში აი ეს კითხვაც დავსვით რა. მოგესალმებით ყველას. კითხვა ესეთი არის, რომ შეთანხმებული გაქვთ უნივერსიტეტში? ეს გუნდი არის გრუნდი.
ორგანიზატორებს ასევე. ძალიან მოხარული ვარ, რომ დაგვიფასდა ჩვენი შრომა. დიდი მეც ვიქონიებ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რაც დასახული გქონდა თავიდან. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პირველმა ეტაპმა გამოავლინა 4 მონაწილე უნივერსიტეტიდან გამარჯვებული გუნდები, 4 გამარჯვებული გუნდია სტუდენტთა ამ გუნდებმა. თავად შეარჩიეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ფაქტობრივად ბოლო ეტაპზე უკვე წარდგება ალიანსი სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ანუ 4 წყვილი. ამ ორგანიზაციებს უკვე მოუწევთ ერთობლივად მუშაობა სოციალური საწარმოს პროექტის შემუშავებაზე და სწორედ უკვე უნივერსიტეტთა შორისი კონკურსი გამოავლენს ერთ საბოლოო გამარჯვებულ გუნდს, რომელიც პროექტიც დაფინანსდება და ეს პროექტი განხორციელდება. კულმინაციურ ეტაპზე ვარ ჩვენი დასკვნითი ღონისძიების. 4-ვე გუნდმა გააკეთა უკვე თავის პრეზენტაცია. ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენი ჟიური იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას და უნდა შეარჩიოს ერთი გამარჯვებული გუნდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც შეძლო რომ გასულიყო ფინალურ ეტაპამდე და დღესდღეობით უამრავი ჯაფის შედეგად, რომელიც ყველამ ერთად გუნდურად გავიღეთ, მივახცეთ იმას, რომ გაგვემარჯვა ამ შესანიშნავ პროექტში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, მის სპონსორებს. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის საბჭოს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ერთ-ერთი ინიციატორია სოციალური მეწარმეობის განვითარების საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია თუნდაც სტუდენტების სოციალური მეწარმეობის ცნებასთან უფრო დაახლოების კუთხით. გამოვლინდა საბოლოო კონკურსის შედეგად გამარჯვებული გუნდი. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი Equality, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთობლივად. რა თქმა უნდა, კონკურსი აგებული იყო იმ პრინციპით, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ თქვა პროექტების წარდგენა, მათი განხილვა და შემდგომ უბრალოდ გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. ანუ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ შემთხვევაში ითვალისწინებს 15,000 ლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას გამარჯვებული პროექტისათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წახალისება და ამ მხრივ მე მინდა აღვნიშნო მთავარი პრიზი, რომელიც დააწესა კომპანია Mactim. ეს არის მობილური ტელეფონები, BlackBerry-ის აპარატები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორი კომპანიის ჩართულობა, ეს არის Allianz Group ჯგუფი ჰოლდინგი და Audagi BCI, რომლებიც საშუალებას მისცემენ გამარჯვებულ სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ ამ კომპანიებში. აღსანიშნავია კიდევ ერთი პარტნიორის არსებობა, ეს არის თბილისის მერია, რომელიც საშუალებას აძლევს